სტერეოტიპებთან ბრძოლის საჭიროებამ ამჯერად ქერათმიანი ქალები გააერთიანა. უკვე რამდენიმე წელია 31 მაისს ქერათმიანების საერთაშორისო დღე აღინიშნება. საპროტესტო აქციების პარალელურად იმართება საზეიმო აღლუმებიც, მშვიდობიანი და ხალისიანი, ლოზუნგით მსოფლიოს ქერებო გავერთიანდეთ. ეს არის მათი პირადი დღესასწაული და სურვილი თუ მცდელობა დაანგრიონ სტერეოტიპები და გახადონ მსოფლიო უფრო ნათელი. დანარჩენ მსოფლიოს არც საქართველო ჩამორჩება. ქერათმიან ქალებსა და მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე აქაც ბევრს საუბრობენ. ხშირად გვსმენია დამცინავი თუ სახუმარო გამონათქვამები ან ანეკდოტები. თუმცა მიუხედავად ფართოდ გავრცელებული მოსაზრებისა, ჩვენს მიერ გამოკითხული ქერა თუ შავგვრემანი ადამიანები ერთხმად აღიარებენ, რომ ეს მხოლოდ მითია და რეალობასთან კავშირი არ აქვს. ქალს ისევე როგორც მამაკაცს განურჩევლად თმის ფერისა, სჭირდება იყოს დაცული მისი უფლებები. მე ვფიქრობ, რომ ქერა გოგოებს არ სჭირდება დაცვა, რადგან ყველა ადამიანი თანასწორია და არ უნდა ხდებოდეს ერთმანეთის დისკრიმინაცია. როგორც საზოგადოების დაწილს და როგორც ქალების ულამაზეს ფენას ჩემი განმოსახედიდან მათ ჭირდებათ ბუნებრივია. მე ვერ გაგცემთ პასუხს კონკრეტულად ჭირდებათ თუ არა მათ როგორც სპეციფიკურად განსხვავებულ ჯგუფს, თუმცა როგორც ადამიანები და როგორც საზოგადოების წევრები როგორც უკვე აღვნიშნე, საჭირო არის მათ დამის იგივე დამოკიდებულება, რაც თანასწორობის პრინციპს ესადაგება და არა ვთქვათ რაიმე სახის განსხვავებული კლიშეებთან მას ასოცირებას. არა, ყველა ადამიანი თანასწორია, რატომ უჭირდებოდეს ქერებს ცალკე და შავგვრემებს ცალკე. ქერა არ განაპირობებს სულელობას. მე მგონია, რომ არ ჭირდებათ უფლებების დაცვა, ამაში არ ვფიქრია ისეთი, რომ საუფლებო იყოს. იმიჯი სხვა არის ნამდვილად ქერათმის, ალბათ სილამაზე უფრო. პირველად გავიგე, საერთოდ არ ვიცოდი ამის შესახებ ნამდვილად. არის ეს სტერეოტიპი, არის, მაგრამ არ მგონია, რაღაცა ბანალურია უფრო და შექმნილი ალბათ. არ ყველა ქერაქალი სულელი არ არის ნამდვილად. ჩემი აზრით, ყველა ქალი ჭკვიანია. ერუდირებულია და ლამაზია. თავისებურად. ქერაქალი და შავგვრემანი ქალი რა არის ჯერ ერთი და მერც და ყველა ქალს სჭირდება და ყველა ადამიანს სჭირდება რომ უფლებები ქონდეს დაცული და ასე სეგმენტაცია არ არის საჭირო ჩემი აზრით. მე მგონია, რომ ყველა ადამიანს თავისი უფლებები აქვს და არ მგონია მართებული იყოს, რომ რაღაც თმის ფერის მიხედვით გაიყოს ეს ადამიანი და უფლებები და რაღაც ერთგვარი სტერეოტიპია ჩემი აზრით საქართველოს ეს ქერაქალები რაღაც სულელები რაღაც არ ვეთანხმები ნამდვილად. ჩემი აზრით არ სჭირდება ჩვეულებრივი გოგონები რენ ქერებიც როგორც ჩავგვრევნები არანაირი განსხვავება. უწყინარი ხუმრობა თუ დისკრიმინაცია. ამ თემაზე კამათი დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. მანამდე კი ბუნებრივად ქერები, ქერად თმაშეღებილები, შღალთმიანები, შავთმიანები და ზოგადად ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები სტერეოტიპების დამსხვრევას დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან.